მოგესალმებით დაგემროთ ახალი ვიდეოთი. დღეს ვიდეოში გვექნება ჯეკოს ცხოვრების მეორე ეპიზოდი. აგრეთვე სანამ ეპიზოდს დაურბნებით, დღეს არის 5 სექტემბერი, გუშინ იყო საქართველოს თურქეთიდან, სამწუხაროდ წავაგეთ. ხო, პირველ ტაიმში საშინელად ვითამაშეთ, საერთოდ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მუხტი დავიჭირე და უფრო გათანაბრები შანსი მქონდა რა. მაგრამ ბოლოსკენ ცოტა არ გაგვიმართლა, თქვენც კარგად იცით, მაგრამ ჩვენმა კანადაბურთელებმა გაგვახარა, გავედით ევრობასკეტის ჯგუფიდან, პლეი-ოფით. მოკლედ, ესპანეთი საბერძნეთმა დაამარცხა ესპანეთი და მაგის ხარჯი გავედით. მაგრამ გილოსა თქვენ ამ გამარჯვებას, ბიჭებს გილოსა, ბიჭებო მიაწექით ბოლომდე. ხო, მოკლედ, რასაც თქმა უნდა, ფეხბურთში გამიტყდა რომ წავაგეთ, მაგრამ ხო, ჯერ ყველაფერი წინ არის და წარმატებები ბიჭებს. კაი, ეხლა მოდი დავურვეთ ჯეკოს ცხოვრების ეპიზოდს. მოკლედ, დავურვეთ ეხლა ჯეკოს ცხოვრების ეპიზოდს. მოკლედ, ერთი მანქანა ავაწყვეთ, ჩვეულებრივ Toyota Supra ვიყიდეთ. უნდა ვიყიდოთ ამ ეპიზოდში. იასაც დაგასპოილერებ და ეს 60, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. ხო. და მაგ პროექტსაც ნახავთ. ეს უკვე დასრულებული პროექტი არის Supra, მაგრამ ცოტა რაღაცები უნდა გამოვასწოროთ. კი არის დასრულებული პროექტი, მაგრამ ბევრი ხარვეზი აქვს რამოდენიმე ადგილას რა. მოკლედ, თქვენ მანამდე გამოიწეთ არქი და რომ გაგრძელდეს შემდეგი ეპიზოდები. Minecraft-ის ეპიზოდის იქნება შემდეგი იქნება Minecraft-ის ეპიზოდი, მე იქნება სუპერმარკეტის ეპიზოდი. ხო. გაწერეთ ჩემს Facebook ჯგუფზე, რომელიც ლინკი აღწერაში არის, დამაფოლოვეთ Instagram-ზე და ჩემი ორი არხების, რომელიც ლინკი აღწერაში არის, რა თქმა უნდა. ეხლა კი შევდგეთ ჯეკოს ცხოვრების მე-40 ეპიზოდს. MX-ით გამოსულები, ეს ჩვენი MX როგორც გახსოვთ, ნომრები ცოტა ჩახსნილი გვაქვს. და მოკლედ ესე ჩვენი ბიზნესი და მოკლედ ეხლა უნდა წავიდეთ, ცოტა ვიმაიმუნოთ და მოკლედ ახალი მანქანა უნდა დავითრიოთ. ეხლა დღეს რა უნდა გავაკეთოთ? სახვაქანა ვიყიდეთ, მოკლედ, მაგასაც დახავთ შემდეგ ეპიზოდებში. და ეხლა ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის რომ ჩამოგვივიდა მანქანა ახალი. ხო, ახალი პროექტისთვის და ეგ პროექტი იქნება რა თქმა უნდა სადრიფტო მანქანა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უფრო დრაგი სტილის მანქანა გვიდა რომ იყოს. და თან უფრო ისეთი რა ძველი სტილის მანქანა რა. მოკლედ, აქედან ყავს, აქედან მარტო Mustang ყავს ნაყიდი. მალე TTS-ად ეს TTS უნდა ჩამოვუყანოთ და ეს Police Interceptor-იც უნდა ჩამოვუყანოთ მალე. ხო, და აქედან ეს სამი მანქანა რო დგას, ესეთი უნდა ვიყიდოთ. მაგრამ მე თქვი რომ მინდა მანქანის საწყობო მეთქი და ჩამოგვიდა MK4 Supra და რომელსაც განახეთ რა თქმა უნდა. წავედით ახლა და მოვიხოთ. ოპა. მოკლედ ესე ჩვენი Toyota Supra, რომელიც ხედავთ ალბათ როგორ მდგომარეობაში არის. ესეც ასე, აქ ცნობილი ლეგენდა სახეობი ბრაიანი Forza-დან ისეთ ალბათ და ესეთი არის რა. ძრავი, რა თქმა უნდა, 2 JZ-ი. მანქანას აქვს 1455 ცხენის ძალა. ძალა გვინდა რომ
გქონდეს, ეხლა ნუ საკმაოდ ოდნავ 500 ხენის ფაგლებში აქვს ახლა მანქანას. ნუ არის ესეთ ნუ საბარგული, უკან ფარებიც ესეთი არის. და ნუ წინ, აი, აქეთ ფარი არის ამოღებული და ნუ საჰაერო სტილში არის გაკეთებული. ეხლა ეს არის დაახლოებით 500 ხენის ზედაზე. მოკლედ, ფერი ესეთი ლამაზი არის. რასაც ჩვენ გავაკეთეთ არის ცოტას მოვხოდავთ. ხო, ანუ მოვხოდავთ. და აი ესეთი არის ჩვენი სუპრა, ნუ დისკები ლამაზი არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სანონი როგორც ყოველთვის ხანდახან ფაგავს ხოლმე და თუ ახლა განახეთ რა დროში დადის ეს ჩვენი Toyota Supra. მოატრიალოთ, ოპა, ნელა. მოგეთ ახლა ავიღეთ ტრაგის მონაცემებს, ეს დავიდეთ. ესეთი მაგარი ხმა აქვს რა. მაგრამ ეს მანქანა ნუ ჩვენს ხელში იქნება დიდი ხანი და ნუ ამით რაგზეც ვილით, ყველაფერს ვილით, დაჟე ვისრიალე და მე ერთ ვიდეოს მივუძვნით ამის ვიზუალს. ნუ ეს ბამპერები შეიძლება უფრო კარგი დადგება, ნუ ეხლა ლამაზ ბამპერი არის, მაგრამ თუ შეატყოს ცოტა გაფუჭებული არის წინა ბამპერები, უკანა ბამპერიც, ნუ შესაძლებელი აქვს უფრო კაი უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ეს უკვე აი აქ ცოტა გაფუჭებული და დეფექტები აქვს და ხო რა. დავედით. და რა თქმა უნდა, რა უნდა ვქოთ ახალ მანქანას, რომელსაც ვიყიდით. აბა ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ახალ მანქანას რო ყიდულობთ, რას ვაკეთეთ პირველ რიგში? რა თქმა უნდა, მოცურება გაუთიშო და წავიდა. ეს ცოტა ეხლა ცოტა დავინდე და მოდი ნახოთ დრო რა დეში ვიარეთ. აი ნახეთ. შედეგი. ხო და მოკლედ ეხლა რო გავაძლევთ ვიდეო რომ ეს 100 200 ნუ 3 და 3 დაბლებში ვიარო ეხლა მაღალი 3 და 8-ში ვიარე რა 100 200 და ნუ ცოტა ცუდიანი მაგრამ ნუ არა მუშაობს. კაი. წავედით ეხლა ჩვენ. ვარ და მოდი გიჟო გავაკეთოთ და ეს მოტრიალდები და
მართლა ძალიან მაგარი მანქანა არის რა, მართლა გასართობი და ისეთი სასიამოვნო მანქანა არის რა. განოთ თავის ადგილას, მიუჩინოთ თავის ადგილი და მოკლედ მეტროზები ცოტა უჭირს, მაგრამ ნუ მაინც კარგად არის. ესეც ხო თქვი მაგარ პროექტს დამოვიწყებ მეთქი, მაგრამ ნუ კი ვთქვი რომ იქ ცოტა თავს ჩაულებრივი იქნება მეთქი, მაგრამ ნუ ესეთი არის რა, უფრო კაი ვარ ჩამივარდა. გიტამას ნუ ცხენი ძალები ნუ აკლია, ნუ კი კარგად არის, მაგრამ უფრო მეტიც შეუძლია რომ გააკეთოს. ხო და ნუ ესეთი მანქანა არის რა. ხო და ოდი ხეს დამას დავაყენებ თავის ადგილზე, ნუ ესეც თავისი ძველი პატრონს აქვს, დასტიკერებული ესეთნაირად. ხო, ანუ ფილმი და ფორსაჟიდან. ხო და მაგრამ ნუ ეს შედარებით ახალი თაობის სუპრა, ანუ ეს ძველი არ არის, ანუ ეს ძველი სუპრა შედარებით, ეს უფრო შედარებით ახალი თაობა არის. ხო და მოკლედ ჩვენ ამას რასაც გავუკეთეთ არის ბამპერს შევუცვლით და იგივენაირს დავაღებთ თუ კაი ხარისხისას. ცხენი ძალებს აუწევთ და ნუ ამ როგორც ხედავთ აი აქ ფირი რო არის, აი აქ შევჩაბურული, რომ კიდე ფირის უნდა გამოვცვალოთ და ნელა მაგრამ მოხოდოთ ეს მანქანა რა. ხო. და ნუ გამშვებიც უნდა გადავუკეთოთ და კაი დავყენოთ შედარებით. კაი ხა გადავждეთ ჩვენს MX-ს ისე ვარ ამას სხვა მანქანაზე. ხო და ეს ერთი მანქანა რომელიც ჩამოვიდა. კიდევ ყავს მეორე მანქანა რომელიც ჩამოვიდა სიახლე გვაქვს და მაგ მანქანასაც განახეთ. რომელიც ჩამოვიდა და უნდა გავაკეთო. მოკლედ ჩამოვიდა ესეც ჩვენი S60, აი S65 არის. მოკლედ საშინელ მდგომარეობა ჩამოვიდა. ნუ ქარხნული დისკები არის, ნუ ჯეჯობით ესეთი დისკები თოგის სირბილი და ნუ თავარი დაზიანება არის, აი ეს ნახეთ რა როგორ მდგომარეობაშია. ფარი გადასაგდებია. უკანა საბარგული გადასაგდები არის. ბამპერი გადარჩა გრუსი წელები გადასაგდები არის. და ნუ ბამპერები უფრო კარგი დაყენდება ვიდრე ეს არის რა. ნუ აქედაკრით დაზიანებული წინა ბამპერი რადიატორი ყველაფერი გაფუჭებული არის. და მოკლედ ამის 2000 ხენის ზალაზე გვინდა რომ ავიყვანოთ თავისივე ძრავით. გვაქვს შესაძლებლობა, ნუ ეს მანქანა ახლა ვერ დადის საერთოდ აი. აი მაგრამ მოვიდოდო ნახ რა შეუძლია ეს. მაინც ზანოს, იმენა მაინც ზანოს. დავაგინე ესე განადგურებულია და მაგრამ მაინც შეუძლია რომ იაროს რა. და ამასაც მივხედავთ ჩვენ რა თქმა უნდა გავაკეთებთ, მოხუდავთ და ასე შემდეგ. შემდეგი პროექტი იქნება ამის, ვიდრე სუპრის. სუპრაზე ნუ ტურბინებს შევუცვლით, გავუდიდებ და რაღაცებს ვიჩალიჩებთ და ნუ იმ სუპრას უფრო მაგრამ მოხუდავთ, მაგრამ ყველაზე მეტი პროექტი მაინც პროექტი ხარ რაც დაიწყება არის ეს. და ამით ბევრად უფრო მეტად გავაკეთებთ. და ნუ შეღებთ და შევღებთ. ესეთი პრიალა აღარ იქნება რა. ეს ძალიან ისეთი ფერი არის, შავია თუ რა ფერია ვერ მიხვდები რა. ხო და ნუ ამასაც გავაკეთებთ. ხო კიდევ სათაშორის სამწუხაროდ მეორე არხისთვის რეაქტივი რო გითხარით რომ დაიდება მეკი მაინკრაფტის ეპიზოდში თქვი ეხლა რომელიც დაიდო და სამწუხაროდ ტელეფონში ადგილის არ ქონის გამო ის ვიდეოები სამწუხაროდ თავისით სამწუხაროდ წაიშალა და მოკლედ რეაქტები წამეშალა არხიდან, მაგრამ მაინც გადავიღებ, მაინც დავდებ, მაგრამ ის ვიდეოები უკვე ნანახი მაქვს და აზრი არ აქვს იმის გადაღებას. რამე კაი ვიდეო თუ შეხვდა დავარეაქტებთ. ხო, ესეც ჩვენი ახალი პროექტი. მოკლედ სამუშაო ბევრია, გამოვიდეთ არხი და ლაიქ ვიდეო რო გაგზავნეთ შემდეგ ეპიზოდები. ჯეკოს ხორებას იდება, ეს არის მე-40 ეპიზოდი, დაიდება, მაგრამ დაიდება ძალიან ცოტა, იმიტომ რომ მინდა რომ სხვა თამაშების დავდო ვიდრე აი ეს ჯეკოს ხორება და ჯეკოს ხორება ძალიან ბევრი მივაყარეთ ერთიანად. ასე რომ გამოვიდეთ არხი და ლაიქ და მოკლედ და ამ პროექტს ნახავთ შემდეგში.
შემდეგ ვიდეო დაიდება, არ ვიცი როდის. ჯერ რამოდენიმე ვიდეოები დაიდება და მე დაიდება ეს ეპიზოდი. მაგრამ შეიძლება ცოტა დააგვიანდეს. აი, ნახეთ რა დღეში არის. იწინება ფარი საერთოდ აღარ ვარ. ხო და ეს არის და ეს. გავაწეთ არხი და მე კიდე შევხვდები შემდეგში. ძალიან ბევრი ჩალენჯი მოგიწევს, მაგრამ რა ვთქვათ, აი ნახეთ. უკანა მხარეს საშინელება. და მომაქრასაც მოხოდავთ და იქნება ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი. ხო. ვიცით ის ასე გავუსწოროთ. ხო, იმედი მაქვს მოგეწონათ. გამოიწევთ არხი დაელექტრო რომ გაგზავნეთ შემდეგი ეპიზოდები, რომ გამოიწერეთ, იმიტომ რომ 97%-ს რა ბიჭო არხი გამოიწერეთ, უფასო არის ეს და გამოიწერეთ, რომ უფრო მეტი აქტიურობა იყოს ჩემი მხრიდან. ამიტომ გამოიწერეთ. ეხა და გამოიწერეთ არხი რა. ნუ თქვენი რამით. რომ 1000-ზე მალე ავიდეთ. მოგეთ. კარგად იყავით და მე კიდე შეგდებით შემდეგი ვიდეოებში.